წარმოგიდგენთ ინოვაციურ ფეხსაცმელს სახელად Skinners, რომელიც ამავდროულად წინდაც არის. დიზაინერებმა გამოიგონეს უნიკალური თანამედროვე ტიპის ფეხსაცმელი, რომელიც გამოსადეგია ნებისმიერ ადგილასა და დროს. იქნება ეს ოფისში, სახლში, ლაშქრობაში თუ ვარჯიშის დროს. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, წინდა ფეხსაცმელი იმდენად მსუბუქია, რომ მისი ჯიბით ტარებაც კი არის შესაძლებელი. მათი თქმით ის საკმაოდ გამძლეა და იცავს თქვენ ფეხს როგორც დასველებისგან, ასევე ყველანაირი დაზიანებისგან, რა პირობებშიც არ უნდა იმყოფებოდეთ. როგორც ამბობენ, ის აძლევს ფეხს დასვენებისა და სუნთქვის საშუალებას. გარდა ამისა, მისი სარეცხ მანქანაში გარეცხვაც კი შეიძლება. როგორც ამბობენ, წინდას თავისუფლად შეუძლია ჩაანაცვლოს ტრადიციული მძიმე ფეხსაცმელი, რომელიც ლაშქრობის ან სირბილის დროს გაცვიათ. Skinners-ი ასევე გამოსადეგია ტანმოვარჯიშეებისთვის, სპორტსმენებისთვის, მოცეკვავეებისთვის და სხვა ნებისმიერი საწოლის დალაგება ბევრისთვის არასასიამოვნო და ხანგრძლივი პროცესია. ზოგი ისე გარბის სამსახურში, რომ მის გასწორებას დილით ვერ ასწრებს. ახლა უკვე არსებობს სისტემა, რომელიც თქვენს მაგივრად სულ რაღაც რამდენიმე წამში გაასწორებს საწოლს. როგორც ამბობენ Smart Duvet, ეს არის ჭკვიანი მსუბუქი ბუმბულის საბანი, რომელიც თქვენს თეთრეულს შორის თავსდება და თავისით სწორდება. საბანს მოყვება სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დააპროგრამოთ საბანი და ის თქვენს მიერ მითითებულ დროს თავისით გასწორდება. საბანს ასევე აქვს გასაბერი მოწყობილობა, რომელიც მას ჰაერით ავსებს და მოქნილს ხდის. Smart Duvet დაკავშირებულია თქვენ სმარტფონთან და აპლიკაციით იმართება. მისი შემქმნელების თქმით ის ნებისმიერ საწოლს ერგება. წარმოიდგინეთ მთიდან დაშვების დროს სრიალის პარალელურად ფრენაც რომ შეგეძლოთ. ეს უკვე შესაძლებელია თანამედროვე სასრიალო აღჭურვილობის Wing Jump-ის მეშვეობით. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, მისი მეშვეობით სრიალი უფრო სასიამოვნო და უსაფრთხო გახდება. მათი თქმით, მოსასხამი ასრულებს პარაშუტის ფუნქციას და მოთხილამურეს სრიალის დროს ანიჭებს ჰაერში აფრენის შეგრძნებას. გარდა ამისა, ის გეხმარება წონასწორობის შენარჩუნებაში და სიჩქარის გაკონტროლებაში. როგორც ამბობენ, ის იდეალურია დამწყები მოთხილამურეებისთვის და ეხმარება მათ სრიალის ადვილად დაუფლებაში. იდეის ავტორების თქმით, Wing Jump-ის უსაფრთხოება დამტკიცებულია არაერთი სამთო კურორტის მიერ და სრიალის დროს მისი გამოყენება დაშვებულია ყველგან. Air Ink ეს არის მსოფლიოში პირველი მელანი, რომელიც გამონაბოლ ქვისგან მიიღება. ინდოელი მეცნიერების გუნდმა გამოიგონა უნიკალური ტექნოლოგია სახელად K-Link, რომელიც ამცირებს ჰაერის დაბინძურების დონეს კალმებისა და სხვადასხვა სახატავი ხელსაწყოებისთვის მელნის დამზადების მეშვეობით. როგორც ამბობენ, სპეციალური მელანი Air Ink მიიღება მანქანების, გენერატორებისა და საკვამურებიდან გამოყოფილი ნახშირის მურისგან. გამონაბოლ ქვი იწმინდება მძიმე მეტალების, მტვრის ნაწილაკების და სხვა მავნე ნივთიერებებისგან. და მიიღება სახატავი მელანი, რომლითაც ნებისმიერი ზედაპირის თუ ნივთის მოხატვაა შესაძლებელი. იდეის ავტორების თქმით, მელანი არის უსაფრთხო, მაღალი ხარისხის და წყალგამძლე. როგორც Air Ink-ის გამომგონებლები ამბობენ, ამგვარად აღარ იქნება საჭირო წიაღისეულის განგებ-დაწვა მისგან მელნის მისაღებად. სპეციალური ხელსაწყო K-Link, რომელიც მანქანის მილზეა მიმაგრებული, ტრანსპორტის მიერ გამოყოფილ ჭვარტლს გამოიყენებს და გარემოს დაბინძურებისგან დაიცავს. Line US ეს არის პატარა ინტერნეტთან დაკავშირებული რობოტის ხელი, რომელსაც თქვენს მაგივრად შეუძლია ჩანახატების შესრულება. როგორც მოწყობილობის შემქმნელები ამბობენ, რობოტის მინი ხელს დამოუკიდებლად შეუძლია ნებისმიერი ნახატის ქაღალდზე გადმოტანა და გაცოცხლება. მას შეუძლია როგორც თქვენს მიერ არჩეული ნამუშევრის ასლის დამზადება, ასევე კომპიუტერში, პლანშეტსა ან სხვა ტექნიკაში თქვენს მიერ დახატული ციფრული ნამუშევრის ანალოგის გაკეთება. ის იმეორებს თქვენი ხელის მოძრაობას და პარალელურ რეჟიმში ქაღალდზე ხატავს. იდეის ავტორების თქმით, მას აქვს უნარი იმუშაოს როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ ზედაპირზე. ის შეგიძლიათ დადოთ მაგიდაზე, ან მიამაგროთ მაცივარზე ან კედელზე. როგორც გამომგონებლები ამბობენ, მოწყობილობა იდეალურია დროის დასაზოგად და სამუშაოს შესამსუბუქებლად. მისი გამოყენება შეიძლება როგორც სხვადასხვა სამუშაოს შესრულების დროს, ასევე გართობის მიზნით. რობოტი მუშაობს სხვადასხვა ტექნიკასთან, იქნება ეს iPad, iPhone, Android, Mac თუ PC, პერსონალური კომპიუტერი. გარდა ამისა, თქვენ ასევე შეგიძლიათ რობოტის მიერ შექმნილი ნამუშევრის ციფრულ ვერსიად გადაქცევა და მასში ცვლილებების შეტანა.
Google-ის თანამშრომელმა და ახალგაზრდა დედამ გამოიგონა უნიკალური მობილურის პროექტორი სახელად Moonlight, თუ არის შუქი. მინი პროექტორი, რომელიც გათვლილია ძილის წინ პატარებისთვის ზღაპრების გასაცოცხლებლად, შთაგონებული იყო მისი მცირეწლოვანი ბავშვით. როგორც იდეის ავტორი ამბობს, პროექტორს შეუძლია თქვენი პატარის საყვარელი ზღაპრის ჭერზე ან კედელზე მაღალი რეზოლუციით გამოსახვა. ზღაპრის კითხვის პარალელურად მოწყობილობას მოყვება აპლიკაცია, რომელიც მოიცავს ზღაპრებს ლამაზი ფერადი ილუსტრაციებით და ასევე აუდიო გახმოვანებას, რაც თხრობას კიდევ უფრო ჯადოსნურსა და საინტერესოს ხდის. მოწყობილობის გამოყენება მარტივია. საკმარისია ის დაუმაგროთ smartphones, ჩართოთ პროექტორი და დაიწყოთ სასურველი ზღაპრის კითხვა. როგორც ამბობენ Moonlight-ის საშუალებით, ბავშვებს ადრეული ასაკიდან უყვარდებათ კითხვა და უვითარდებათ ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.